დრას უპირებთ ამბასადორს, რომელიც თავის დროზე აშენდა დაახლოებით 4 სართული უკანონოდ და თქვენ კადრში ხედავთ რამდენიმე მეტრში მდებარეობს. კომპეტენცია არა და შესაბამის სამსახურები საქმის კურსში იქნებიან და მიაქცევენ აღნიშნულ პროცესს ყურადღებას. ადმინისტრაცია მიმართა მუნიციპალურ ინსპექციას, რომ მაგალითად ამბასადორი ეს შენობა არის უკანონო 4 სართული დაახლოებით. ყველა სამსახური არის საქმის კურსში აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით და მიიღებენ გადაწყვეტილებას უკაცრავად. თქვენ ზოგადად რას ფიქრობთ ამბასადორთან დაკავშირებით? შეესაბამება ამ სივრცეს ამბასადორი? ბატონო არჩილ, რატომ გარბი ხართ? მიპასუხეთ პირდაპირ ეთერში. არასოდეს არ გაუქცეულ ვარ და რას ფიქრობთ ამბასადორზე, რომელიც მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში? კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს რომ მიმართოთ, ისინი გაქცევთ თქვენ რას ფიქრობთ? შეესაბამება ამ სივრცეს ამბასადორი? ბატონო არჩილ, უკაცრავად და პირდაპირ ეთერში ვარ და მაყურებელ საინტერესო. უკაცრავად ჩაწერა მაქვს. ამბასადორთან დაკავშირებით ქართული ოცნების მთავრობა რატომ ვერაფერს ამბობს? დაანგთხოვთ ხელი არ შეგვიშავა. ამბასადორთან დაკავშირებით რატომ ვერაფერს ამბობთ, ბატონო არჩილ? 4 სართული აშენდა უკანონოდ, ამის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა წინასწარ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში. მიმართეთ კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს და გაქცევთ პასუხს. ამ ეტაპზე თქვენ წარმოადგენთ ბულვარს და ადმინისტრაციას და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რა ტიპის შენობა უნდა იყოს ამ სივრცეში. შენობა მაგ საკითხთან დაკავშირებით არა ვარ კომპეტენტური და მიმართეთ შესაბამის სამსახურს. როგორ არ ხართ კომპეტენტური ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი ხართ და თქვენ უნდა გადაწყვეტოთ რა ტიპის შენობა იქნება ბულვარის ტერიტორიაზე. თქვენ პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებთ ქართული ოცნების ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორს არჩილ ანთაძეს, რომელიც არპასუხობს კითხვას თუ რა ბედიელის ამბასადორს, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ეს თავის დროზე პროტესტის ფონზე აშენდა, მათ შორის 4 სართული ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაადგეს და ამის შესახებ არავის დაგესრებია დღემდე პასუხისმგებლობა. სანაცვლოდ კი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია აგრძელებს იმ შენობების დემონტაჟს, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. ერთ-ერთი ასეთი შენობა დღეს არის მაგალითად ქორწინების სახლი.